იყო და არა იყო რა. იყო ერთი ღარიბი გლეხკაცი. ყავდა ერთი ოქროს ქოჩრიანი პატარა ბიჭი. იმ ბიჭს ნამდვილი სახელიც ერქვა, მაგრამ ყველა კოკროჭინას ეძახდა. ერთხელ გლეხი ყანაში წავიდა სამუშაოდ. კოკროჭინა კი გაეტირა, მეც უნდა წამოვიდეო. მამამ უთხრა: იქ წყალი არ არის შვილო, მოგწყურდება. მარტო წყაროზე ვერ წახვალ და გამაცდენო. არა, არ მომწყურდება, დაიჟინა ვაჟმა. მამამ წაიყვანა. მუშაობს მამა ყანაში, კოკროჭინა კი ტყის პირად ჩიტის ბუდეებს ეძებს. დასცხა, მოსწყურდა, პირი გაუშრა. ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა. მამი, წყალი მწყურიაო. რაღა უნდა ექნა მამას? საქმეს ხომ თავს ვერ დაანებებდა. აბგიდან ჭადი ამოიღო და კოკროჭინას უთხრა: აი ამ ჭადს გავაგორებ და შენ უკან მიყევი. სადაც ეს გაჩერდება, წყაროც იქ იქნება. მაღლა არ აიხედო, ისე დალიე და გამოიქეცი უკან. მიგორავს მჭადი და მისდევს კოკროჭინა. ბოლოს წაიქცა მჭადი და წყაროც გამოჩნდა. მივიდა ბიჭი წყაროსთან. დალია წყალი და აბა რა არის მაღლაო აიხედა. აიხედა და რას ხედავს? ვაშლის ხე დგას და თურაშაული წითელი ვაშლებით არის დახუნძლული. კოკროჭინა გახარებული აფაფხდა ხეზე და დაუწყო ვაშლებს კრეფა და ჭამა. სად იყო და სად არა? გაჩნდა ვაშლის ძირას პატარა, ხრჯოლებიანი მოკუზული დედაბერი. ხვილო, მადლის გულისთვის ერთი ვაშლი ჩამოვიგდეო. კოკროჭინამ ჩამოუგდო. დედაბერმა აიღო ვაშლი. ერთ ლუკმად შესანსლა და ისევ ასწახა. ის ვაშლი ტარახში ჩამიკოდა, კიდევ ჩამოვიგდე. კოკროჭინამ მეორე ვაშლი ჩამოუგდო. დედაბერმა ისიც შესანსლა და შეეხვეწა. ისიც ტარახში ჩამივარდა, შენ გაზრდას, დამიწიე ვაშლის ტოტი, მეტივიდან მოვტყვიდავ. კოკროჭინა დაბლატოზე გავიდა და დაუწია. დედაბერმა მოზიდა ტოტი. ცდა კოკროჭინას ფეხში, ჩამოათრია ხიდან, ჩასვა გუდაში, მოუკრა თავი და ზურგზე წამოიკიდა. მიდის მიკუნკულებს. დაიღალა. გუდა მოიხსნა თვითონ კი ბუჩქებში გადაუხვია. კოკროჭინამ იფხაკუნა და ამოძრა გუდიდან. გუდაში რიყის ქვები ჩაუყარა, თავი მოუკრა, გაიქცა და ისე ვაშლის ხეზე ავიდა. დაბრუნდა დედაბერი. მოიკიდა გუდა ზურგზე და ისევ კუნკულით გასწია შინისაკენ. მიადგა თავის ქოხის კარს და დაუძახა რძალს. პატარძალო, გამოიტანე გობსაცერი, ოქროს ქოჩიანი ბიჭი მოგიყვარეო. გამოვიდა ქოხიდან გობსაცრით ალქაჯი. ხტის სიხარული და აკრაჭუნებს ხრჯოლებს. წამოაპირქვა გობზე გუდა, მაგრამ გობი მარტო რიყის ქვით გაივსო. სად არის ოქროს ქოჩიანი ბიჭი? იკითხა მსუნაგმა ალქაჯმა. შერცხვენილი დედაბერი ისე ვაშლის ხისკენ წაკუნკულდა. მივიდა ვაშლის ხის ძირას და ისევ დაუწყო ხვეწნა კოკროჭინას. შვილო, გაგეხუმრე, ჩამომისნე ერთი ტოტი შეესნო დამიტოვებ დედაშვილობასაო. არ დაუჯერა კოკროჭინა, მაგრამ დედაბერმა ისევ მოისაწყლა თავი. ისე ევედრა და შეეხვეწა, შეებრალა კოკროჭინას. დაუზნიქა ტოტი. დედაბერი ცდა კოკროჭინას ფეხში, ჩამოათრია ხიდან, ჩასვა გუდაში. მოკრა თავი, წამოიკიდა ზურგზე და დაუსვენებლად მიიყვანა შინ. წამოაპირქვა გობზე გუდა და ოქროს ქოჩიანი ვაჟი გაუგორა წინ თავის ალქაჯ პატარძალს. ზრდიდნენ და ასუქებდნენ კოკროჭინას. ერთხელ დედამთილი თავის საკუდიანო საქმეებზე წავიდა და პატარძალს ჩუმად დაუბარა. დღესაკ ბიჭი დაკალი, შევოდგე ქვაბე კერაზე და მომიხარხე. კოკროჭინამ ყური მოჰკრა დედაბერის სიტყვებს. დედაბერი წავიდა თუ არა, გახარებული ალქაჯი მაშინვე დანისლესვას შეუდგა. კოკროჭინამ უთხრა: მომეცი ეგდანა, გალესვაში მოგეხმარები. რა იცის მსუნაგმა ალქაჯმა, რომ ამ ბიჭმა კუდიანი დედაბერის ნათქვამი გაიგონა. აიღო და მისცა დანა. თვითონ დგას და ნერწყვებს ყლაპავს. გაუქნია ბიჭმა ის დანა ალქაჯს და გააგურა კიტრივით. კუდიან დედაბერს ერთი შავით კატაც ყავდა. საკუდიანო საქმეებში ის ეხმარებოდა. სანამ ის იქნებოდა ცოცხალი, დედაბერი ყველგან გამარჯვებული გამოვიდოდა. ატეხა იმ კატამ კნავილი. ისეთი ხმით ღნაოდა, მეორე სოფელში გავიდოდა მისი ხმა. ცდა კოკროჭინა კატას და ისიც ზედ წააკლა ალქაჯს. ნახა ქვაბი თუხთუხებდა.
აკუწა ის კატა და შიგ ჩაყარა. ალქაჯი ტახტის ქვეშ დამალა, თვითონ კი სხვენში აძვრა. დაბრუნდა დედაბერი. შორიდანვე დაუწყო პატარძალს ძახილი. ხმა არავინ გასცა. იფიქრა მეზობლებშია გადასულიო. შევიდა შინ, ჩაიხედა ქვაბში და სიხარულით შესწახა. ოჰ, რა სადილი დაუხვედრებია ჩემ პატარძალს. ამოიღო ხორცი ქვაბიდან და დაიწყო ჭამა. ამ დროს სხვენიდან კოკროჭინამ ჭვარტლი გადმოყარა ხორცზე. დედაბერს თაგვი ეგონა და ასძახა. ფრთხილად თაგურია, თორემ შეგაკნატუნებ. კიდევ ჩამოცვიდა ჭვარტლი. ახლა თავისი კატა ეგონა. ფრთხილად ფისუნია, თორე შენ შეგახრამუნებ. ჭვარტლი ისევ ჩამოცვიდა. აიხედა დედაბერმა. პატარა ოქროს ქოჩრიანი ბიჭუნა დაინახა და გაშტერდა. შემოეყარა გულს. მიხვდა რა ამბავიც იყო მის თავს. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სხვენში ვერ ავიდა. მაშინ ტკბილი სიტყვების ცადა ბიჭის ხელს ჩასაგდებად. კოკროჭინა, შვილო, მითხარი მანდ როგორ ახვედი? როგორ და, გავახურე კეცი, დავკარი საჯდომი და ამოხდი. დედაბერი ეცა მაშინვე კეცს. გაახურა, დაჰკრა საჯდომი. დაწვით კი დაეწვა და გამწარდა, მაგრამ ახტომით სხვენში რას ახტებოდა. ისევ შეეხვეწა კოკროჭინას. შივასლი მითხარი, როგორ ახვედი მანდ? დავდგი საჩეჩელი, დავკარი საჯდომი და ამოხდი. დაფაცურდა დედაბერი. დადგა საჩეჩელი. საჩეჩელსა დაჰკრა საჯდომი, მაგრამ მზე ჩამოეგო. სხვენში კი ვერ ახტა. მაშინ მესამედ შეეხვეწა დედაბერი. მითხარი, შეარ გასაზრდელო, როგორ ახვედი მანდ, ჰა? სიმართლე თუ გინდა, ეს არის. გავახურე თონე, გადავაფარე ფარდაგი, კარ ბუქნიზეთ და ამოხდი. დედაბერი თონესთან მივიდა. გაახურა, გადააფარა ფარდაგი, დახტაზე და აგიზგიზებულ თონეში ჩავარდა. ჩაიწვა და ამოიბუგა მისი სახსენებელი. ოქროს ქოჩრიანი კოკროჭინა კი ჩამოვიდა ძირს. მოუსვა რა ძალი და ღონე ჰქონდა შინისაკენ. მას შემდეგ მამას ყველაფერს უჯერებდა. ჭირი იქა, ლხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. მოგეწონათ ჩემო პატარებო ზღაპარი? თქვენ ფიქრობთ, რომ კოკროჭინა ძალიან ჭკვიანი იყო? ტკბილი ძილი, ჩემო პატარებო.